მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო. გადაფურთხებული ალოკა კოლოულმა ზელენსკიმ გამოაქვეყნა X-ში თავისი აშტვისებცელი პოსტი, მაგრამ ბოდიში მოიხადა არ უნდა წარმართულიყო ჩემი ზადნივი დუშიში ჩააგდო ოვალურ კაბინეტში საუბარიო და მზად ვართ ბატონი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ძალიან მალე მივახციოთ მშვიდობას ყველაფერზე თანახმოვარ მოვდივარო რაზეც ილონ მასკმა უთხრა რომ ეგო გასაგებია სიტყვებიო მაგრამ საქმე დამანახეო ქმედებებია მთავარიო აი ზელენსკი არის განსახიერება სიდამპლის გარეწრობის იმიტომ რომ ხო ცხადია რომ ეხლა რომ დაელაპარაკება იმ პოზიციებზე რა პოზიციები ქონდა მანამდე გასაგებია ცუდი მაგრამ იმ პოზიციებიც აღარ ექნება ტრამპთან ურთიერთობისას მოლაპარაკებისას და რაში გაცვალა რაღაც ვირიშვილობაში აი ასე ჩაეხუტა იქ ევროპელებს ტრამპმა რა თქვა იცი ერთი ტვიტით დედაუტირა ტვიტით კი არა რა ქვია მაგას X-ით დედაუტირა ევროპელებს უთხრა რომ თქვენო ძამიაო ზელენსკის რაც მიეცით ორი იმდენი რუსეთს მიეცით გაზშიო ანუ თქვენ დააფინანსეთ რუსეთი უკრაინელების ხოცვის საქმეშიო და მორჩა ყველაფერი დასრულდა და ეგ ტრამპის აზრით ესე იგი ხო ევროპელებმა რუსები დააფინანსებს მაგრამ რამ შეუშალა ხელი კიდე რუსეთს რო სრული ოკუპაცია არ მოეხდინა უკრაინის დაველინებმა აბა კიდე ტრამპის მიერ მოგიხოჭარიამ რომ ფული წამოიღო ელენე ხოჭარიას მამა ერთი ტანკის თემა იყო ერთი ტანკი რა მოვიდო ტანკი ანუ მხოლოდ ერთ ტანკზე იყო საქმე და ისეთი ტანკი რას უზავდა სერიოზულმა ერთი ტანკი რატოღაც რამდენი თვე იღებენ ეგენ ორი ტანკი არა შეიძლება მეტი ტანკი გაჩნია ტანკს აგინა 80 ბინა იყიდა ხოჭარიამ და 10 ტანკს გაჩნია თვითმფრინავი მაშინ არა შეიძლება სერიოზული დრონები და რაღაცეები მაგაკამსები შეგახსენებთ რომ თბილისის დროს ტრამპი მიმართავს კონგრესს ეპოქალური მიმართვა იქნება ეს რევიზია იქნება განახლება იქნება ამერიკული ოცნების ანუ ონტოლოგიური სიტყვა უნდა იყოს ვიღაცა ჭორაობს რომ შეიძლება ნატოდან გამოსვლაზეც იყოს საუბარი და გაეროდანაც მაგრამ არ ამგონია ესეთი რისკი იყოს არ ამგონია მაგრამ იქ ზოგადად ალბათ ჩემი აზრით მოდი პროგნოზი გავაკეთოთ და ხვალ შევადაროთ აი მე ვაკეთებ პროგნოზს რომ იტყვის რომ დასრულდა ლიბერალური იდეოლოგიური სამყარო ეს უნდა იყოს რეალ პოლიტიკის სამყარო უნდა ვიბაჭოთ ყველასთან ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან და მხოლოდ ამერიკისთვის სასარგებლო ზელკებით, ამერიკისთვის სასარგებლო საქმეებით, რომ ჩვენ ნახოთ სარგებელი, ამით უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა ვიყოთ დემოკრატიის პოლიციები მთელ მსოფლიოში, არ უნდა რეჟიმ ჩეინჯები, არ უნდა ვაკეთოთ და უნდა მივხედოთ ჩვენი ძვირფასი ამერიკის ჩვენი ლამაზი ქვეყნის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ გაძლიერებას და მილიარდობით დოლარი ვირიშვილებს არ უნდა ვაძლევთ. ხო, მე პრინციპში ზუსტად ესე არ ვიცი რა მაგრამ პროგნოზები. დაახლოებით გონია რომ შეეხება უკრაინის საკითხს, აი ამას შეჩერებულ გარიგებას და იმას რომ დახმარება შეუჩერა ასევე ახსნის მიზეზებს, ახსნის მშვიდობის ფასს მაგრამ ასევე ნახე შალვა შენას ამბობ დისკურსულად რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ სოფლიო ჟანდარმები და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს იმიტომ რომ Make America Great Again ანუ ეს მნიშვნელოვანი თეზა აქვს ტრამპს შესასრულებელი ამ მეორე მხრივ ის მაინც ცდილობს რომ სიტყვაზე რუსეთსა და უკრაინას შორის არბიტრად მოევლინოს და შეარიგოს და ასე შემდეგ კი მაგრამ ნახე რა ეს თითქოს არ გამოუარა, ეხლა რო თქვას, რომ აი მე სოფლიო ჟანდარმი აღარ ვიქნები და მე დემოკრატიის ექსპორტს შევაჩერებ და ანუ ამ პროექტებს რა. აი ხო, იმიტომ რომ ცოტა ლოგიკურად თითქოს ასე, მაგრამ ერთი არის რომ აი პათოსი და ტონი ექნება ის რომ ძველი აი მე-19-18 საუკუნის კოლონიალიზმი რაც იყო, ჭირდება, ანუ ესე მინდა, საჭიროა ამერიკისთვის ესეა საჭირო და всё. დიდი ქვეყნები დავждეთ და მოვიდაფაროთ. იმიტომ რომ რაც იყო მექსიკაზე, მექსიკის ყურეზე, რაც იყო პანამის არხზე, რაც იყო კანადაზე და რაც იყო გრენლანდიაზე, აი ის
დისკურსულად როგორი პრესაც ქონდა, როგორი ვერბალიზაციაც მოხდა, საჯაროდ როგორც გამოიტანა ეს ყველაფერი, რომ მე ეს მინდა უბრალოდ თუ არა და ჯარით შევალ, ყველაფერი მაგას მოასწავებს და ხო მეგონია რომ ერთ თავადაც და ბოდიში ერთ რაღაცასაც დავამატებ, მე მგონია რომ ტრამპი ისე ფორსირებულად იწყებდა ყველაფერს, რომ ესე იგი ერთ თვეში თუ არ ვცდები 54 განკარგულებას მოაწერა ხელი, ანუ ძალიან ფორსირებულად, როგორც რიტორიკის დონეზე, ისე ინსტიტუციურ დონეზე გააუქმა რაღაცა სამსახურები მოაწერა ძალიან ბევრი განკარგულებას ხელი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ყველაფერს ასრულებს რა, რაც თქვა. მე მგონია რომ ის 9/11-ის თემა, კენედის საკითხი, რითიც მან არჩევნები მოიგო და დაპირდა ხალხს და სეფშეინის კუნძული, მე მგონია რომ ეს საქმე რაღაც მხრივ წინ უნდა წაიწიოს ამ საკითხებმა. არ ფიქრობთ ეგრე? კი, მოდი. ხო, გადაეცემა ყველა ვარიანტში მედიას. ხო, ეგეთი წინასაარჩევნო დაპირების არ შესრულება არ გამოვა არც ერთ შემთხვევაში. მე მგონია რომ ომთან დაკავშირებით ევროკავშირის და ამერიკის წინა ადმინისტრაციის როლზე იხსაუბრებს უშუალოდ მათ წილ პასუხისგებლობაზე. რაც იქნება ალბათ პირველი ეგეთი საუბარი ჩვენს მერე ისევ და ისევ გააგრძელოს იმას, რასაც ჩვენ უნდა ეხანი ვლაპარაკობთ ხოლმე და ისო ტრამპისგან მოვისმენთ მსგავს ნარატივს. მეორე რაც მგონია რომ არის მედიაზე ექნება ალბათ დიდი აქცენტი, იმიტომ რომ მისთვის ყოველთვის პრობლემაა მედია, როგორც fake media და განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული fake media. ამიტომ მაგ საკითხზეც მგონია რომ ექნება ნაწილი თავისი მოხსენების და მგონია რომ ნატოდან გამოსვლის შესახებ პირობებს აყენებს რის შესრულების შემთხვევაშიც გამოვა. ფულზეა მათ ლაპარაკი ძირითადად. კი, ამიტომ ნატოც დარწმუნებული ვარ რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი თემა. მაინც და ნუ ომი განსაკუთრებით. ისევ იმას ვაწვევი რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ჟანდარმი, ჩვენ არავის ქვეყნის მოწყობაში, დიდი ქვეყნების მოწყობაში მით უმეტეს რეჟიმ ჩეინჯი არც ჩინეთში და არც რუსეთში არ გვინდა, ჩვენ უნდა ვივაჭროთ, ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთგაძლიერების ინტენცია. ეხლა კიდევ ერთ გეტყვით ტრამპს და გადავიდეთ საქართველოს ალბათ. ალეკო ელისაშვილზე ხო ტრამპი. ინათა გადავიდეთ. მეგობრებო, ტრამპმა გამოსცა ბრძანება სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებს შეეხება ყველანაირი პროტესტი უკანონო ამ პროტესტის ჩახშობა ძლავრდება. არანაირი პირბადეები და ეს მასკები აღარ შეიძლება მე პროტესტებს კონდეთ ის მე პროტესტები რომლებიც უცხოელები არიან გაძევებული იქნებიან თავიანთ ქვეყნებში ხოლო ამერიკელ მოქალაქეებს ის მიუჯის ციხეს უსაჭიროა ასევე გააგდებენ კოლეჯებიდან ხოლო კოლეჯებს რომელთა მმართველებიც ხელს უწყობენ პროტესტებს შეუწყვეტენ სახელმწიფო დაფინანსებას ღმერთო ეს ხმა გამაგონეთ ჩემს მამულში. მართლა ძალიან საოცარი არ არის რომ უკვე ლამის 2 ათეული ინიციატივა არის რომელიც იყო ქართული ოცნების დაყენებული და საკანონმდებლო დონეზე არ გადადგა დასრულებული. მიღბები არის ზუსტადაც რომ მაგრამ აი მაგალითად თუ რომელიმე ინსტიტუტს არ მინდა მაგრამ ილაუნის ხელმძღვანელობა ხო მაგრამ მე იმას ვლაპარაკობ რომ რამდენი რაღაც ემთხვევა ბიჭო ანუ რამდენი რაღაცის დუპლიკაცია ხდება დღეს ამერიკაში რაც ჩვენ დავასწარით ანუ ეგ მართლა ცალკე მე რაღაც მომენტში ეგ ცალკე განსახილველი საკითხი და ცალკე გასაა და რატო ხდება მაგას აქვს თავისი მიზეზები იმიტომ ხდება რომ ესე იგი USA-ც ქონდა თავისი კონკრეტული შაბლონი რომლის მეშვეობითაც ავრცელებდა ეგრეთ წოდებულ რაღაცა პროტესტის მშვიდობიან ფორმას ვითომ რომელიც ჩვენთან რო იყო ის აკერმანი და ბაკურიანში რო ტარდებოდა ეს სწავლებები და მე სერბეთიდან რო იყვნენ ჩამოსული კანვასის ტრეინინგები რო ტარდებოდა ფრანკლინის სკოლა რო შეიქმნა და ყველაფერი ეს არის ერთ თარგზე მოჭრილი ერთი შაბლონი რომლის ტრანსპორტირებას და ექსპორტიც ხდება ყველა ქვეყანაში პრინციპი არის ერთი და იგივე მაგალითად პოლონური ოპოზიცია წინა თავრობის რო გენახათ რომელიც იყო ევროსკეპტიკური ეს კანონი და სამართალი იმის
ოპოზიცია რო გენახათ, იპოვიდით ან წითლიძეს იმ ოპოზიციაში ნიკა გვარამიას იპოვიდით, არ ვიცი, ნიკა მელიას და ასე შემდეგ. ეხლანდელ სერბეთის პროტესტს რო დააკვირდეთ, იპოვით იქ აუცილებლად ალე კოელისაშვილს იპოვით. ანუ პრინციპი ყველგან ერთია, ხტი? აი ეს ბოდიში ერთი წუთით უკრაინაში იყო მაგალითად ნაგვის ურნებში ტენიდნენ თითქოს მოღალატეობას რო ტენიდნენ ტიპებს ჩვენთან ნაგვის ურნა დააყარეს მაგალითად ბათუმში უმაღლეს საბჭოში რო შევიდა ის ხო მიხდი ზუსტად ერთი პრინციპით ხორცელდება რომ თითქოს ისეთი მოღალატეობრივი საქმე გააკეთა ჩინოვნიკმა რომ მას ნაგავი უნდა შევაყაროთ რაღაცა საღებავი უნდა შევაცხათ რაღაცა ეს არის ერთ თარგზე მოჭრილი და ამიტომ ხდება ეგ მაგითო იმხო მაგრამ პირველები ჩვენ ვიყავით აი მეგობრებო გავუშვით რა ხდება სერბეთის პარლამენტში ხმის გარეშე ინა გავუშვით აი ეს არის დიმაუშკები არ ქვია მაგას ალბათ მომწამლელი გაზია დიმაუშკა ძლავრი და ერთ-ერთი ოპოზიციონერი მადლობთ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ორსულ მეცხრე თვეში მყოფ ასევე მის კოლეგა დეპუტატს დაესხა თავს მომწამლელი კი არა და პერცოკით გაზეთ და იმას მოსულობა ეშლება მე მგონი ცუდად არის მე იმას და სხვათა შორის ყველა ეგ USAID-ის დაფინანსებული ანუ ეს გლობალისტი ეს შიდა აგენტურა ეს გაყიდული ელიტა ყველა არის უსისხლო არც ყველანაირ კულტურულ და სოციალურ ნორმებს კლიენად უგულებელ ყოფენ რა მე მინდა უბრალოდ ეხლა არ მაქვს შეგროვებული მაგრამ ადგილობრივი ვირიშვილების გამონათქვამები მინდა მოგიყვანოთ ზუსტად ზამშრობა სახელმწიფო ლეგიონია ეს უნდა გაგვეკეთებინაო ჩვენ უნდა შევსრულოთ პარლამენტში და ეს უნდა გაგვეკეთებინაო ამ და ერთ წამი რა შორს მივდივართ მაგალითად ხო გახსოვთ აქ შიდა პროტესტი რო დედა რო შვილს აფარებს ყურებზე ხელს ანუ აი ეგეთი ყველგან ეგეთი უსისხლო რადიკალები არიან მიხდი იმიტომ რომ ერთი დამფინანსებელი ყავდათ ერთი პრინციპით მოქმედებდნენ ერთი დონორი ყავდათ ის ევროპული პოლიტიკური ელიტა რომელიც დღეს აყავს ევროკავშირს ეს ის პოლიტიკური ელიტა რომელმაც თავის დროზე დაუთმო რუსებს ყველა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაინი რომელიც იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მის პირობებში 16 ბრიგადიდან ჩამოიყვანეს 4 ბრიგადა. ხო, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალიან დამკაფიო განცხადება ჰქონდა და თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ყველაფერი იცვლება და იცვლება სასიკეთოდ და სასარგებლოდ, იმიტომ რომ რეალობა გახდა რამხელა საფრთხეა რუსეთი და პუტინი. კალი არის აბსოლუტური იდიოტი. ჯეზეტის განავლის კასრო შენა. ურსულა ფონ დერ ლაინმა 16 ბრიგადიდან 4-მდე რო ჩაიყვანეს, საერთოდ იყო გერმანელების სუვერენული გადაწყვეტილება. გერმანია დაასაჭურისეს. დასაჭურისებულია ეს გერმანია ამერიკელების მიერ პირდაპირ გეტყვით და პლუს ფული არ დახარჯეს თავდაცვაზე, ამერიკელებს ესე უნდათ და იმ ფულით დააფინანსეს ყველაზე კარგი ჯანდაცვა და სოციალურობა მსოფლიოში. ანუ ურსულას ბრალი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარი შეემცირებინა. ვერავინ აღუდგათ ეხ არის მაგარი შემდეგი გუბაზი ძანი ხუსმინეთ აი როგორ მოახერხოთ რომ ეს პოლიტიკური სპექტრი რომლებიც ტელევიზიებში ვხედავთ და ხალხი რომელიც ქუჩაშია ერთმანეთს დავაკავშიროთ აი ეს არის ჩემი ოცნება იგი გავიგე და ეს სიტუაცია ჩვენ გვაძლევს ორი მიმართულებას და ერთმანეთის გამორიცხავს საფრთხეებსაც მაგრამ პერსპექტივებსაც რას ავირჩევთ და აქ ისე ვიმეორებ კაც ვინმეს კი არ ვებძვიან კი ძირს კი არ უთხრი ხალხო აღარ გეკამათებით ძვირფასო ოპოზიციონერებო რა არაფერში არ გეცილებით არც თანამდებობებში არც მანდატებში არაფერში გეუნებით ჩემო ძვირფასო კოლეგებო ხო გააკეთეთ კონცენტრირება ქალბატონო სალომე ძვირფასო ადამიანო რა ვქნა თამარ მეფე ორო გეუნებით მოაბით ამას თავი თამარ მეფე ორო ბიჭო რატო ორო ჯერ ესეთი რატო არა მინუს 1 ამარა სხვა მეთოდი აირჩია გვაქვს ვიდეო საერთოდ რომ პოლიტიკოსი არ დამიძახოთ არის აქ წავდივარო აღარ დამიძახეთო პოლიტიკოსი აღარ დამიძახოთო რა ანუ ეხა იმას რა უნდა აბარ ადამ მეომარი მე კი ვიცი რა უნდა დაუძახო ამას მაგრამ რა ვიცი ეს თქმა არ შეიძლება არ მოეწონება ნუ ახლა რა ვიცი თამარ მეფე ორო ანუ ეს ირონიით თქვა რა თქმა უნდა მაგრამ რა უნდა ამას რომ მიშესქება სადა კაი აბა მესამე მიშესქება გაუშვით
მე მაქვს ერთადერთი ძალიან მარტივი ფორმულა, რომელიც გასაკეთებლად ძალიან იოლია, მაგრამ როგორც ჩანს გართულდა ძალიან. კონსოლიდაცია უნდა შეიქმნეს ორგანო, ოპოზიციური კი არა, საოპოზიციურ საზოგადოებრივი ორგანო. ბევრი იძახის, რომ რაღაცა ის პარალელურტალა ეროვნული ხსნის კომიტეტი, სადაც თუმცა აი ამ გაჩერეთ მეგობრებო, აბა ეხლა შენ გახსოვს საიდან? აბა რა თემურ ალასანია, როდესაც ეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ალტერნატიული კონგრესი, ალტერნატიული სენატი, ალტერნატიული ის რაღაცებს ეუბნება, რომელიც ეუბნება, რომ ჩვენ თავარი არის, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობის მოძრაობა დავიწყოთ, simple as that. ეს ამას ეუბნება. That's it. ეს ეუბნება, რომ კი, ბადო თემური ბიძია, აი მე ღმერთგებიცები, ახლა თემური ბიძია თუ ვიტყოებოდი. მაგი უთხარი მე. თემური ბიძია, ღმერთგებიცები, მე ახლა აკრახელობა არ მინდა, მაგი უთხარ, შავას ფანჩატურს ეძახის, შავას 64-ში. იქ ტანკბენს. ტანკბენს რომ მარტო მე ვარ, ანუ ისე უნდა რომ მეც ეგ იდეა მქონდაო ეროვნული დაუმორჩილებლობისა და ის გნიდა ეგრევე სული, ძარღვები ყველაფერი წააყვა. ეს არის გნიდას იდეა. და მეოთხე სინქრონი გავუშვათ კიდე ერთხელ. კიდე ერთხელ კი არ გავუშვათ. მე ისიც ვთქვი, რომ ტრამპის არჩევნებით კარგი პოლიციელი წავიდა და მოვიდა ცუდი პოლიციელი. ხო? ცუდი პოლიციელის ყველა ატრიბუტით, ხო? მათ აქვს თავიანთი მოსაზრებები აქვთ იმ ამერიკელებს ახლა ის. კი, საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს თავად ტრამპსა. და იცი რა აჰა, ამერიკელები? ვიდრე ძალიან ისეთ საზრისით სავსე. ბიჭო, რა ცოტა გაზი აქ დაგდები. არა, შალვა, ცოტა იცი რა ხავს გლობალურ პროგრამაზე აკუბარდიასთან დაუბრუნდა. ხო, რა და საერთაშორისო ტრენდებზე და მნიშვნელოვან მოვლენებზე გუბაზე ლაპარაკობს უფრო უარესად ვიდრე მებებია ილიკო და ილარიონ შეგარჩენა. იაპონია მაგის ჩიტია. არა, ბიჭო, რა ებს ლაპარაკო, აჰა, ტრამპი, ამერიკა ცოტა სხვა არის. მაგრამ ბაზრობდნენ, კაცო. მებებია ილიკო და გერმანია მუთხრა? ხო და სვეტში ბაზრობდნენ. კაი, აბა ის ჟურნალისტი ამერიკა ახლა ცოტა სხვა თემა. თუდი პოლიციელი მოვიდა. კაი, აბა ალიკო ელიცაშვილი მინდა, რა თქმა უნდა. იაროს რა ხელი. მე რა მეტრეველი. სხვა შორის ინტელექტის გენერატორი მე რა მეტრეველი. ძალიან დავხედე არჩევნებიც არის შემოტანილი და ამ შესაბამისად რომ მთავრობა იმედის პოსტების და რუსთავის დახურვას აპირებს. იმიტომ რომ არც ერთ მაგ სტანდარტს ეს ტელევიზია არც ერთი არ აქვს. ეს დააფეთქებული. გააჩერეთ, კაცო, ეგ მე ვნახე კანონშლობებს წავიკითხე. ხო. იქ არ შეიძლება უცხო დაფინანსება უცხო ქვეყნის და ერთი ცეთრი არ მგებია არასოდეს ხო ხდებით. და მეორე, ფეიკების წინააღმდეგარი ხალხო. ეს არის ფეიკების წინააღმდეგ კანონი. იცი როგორი კანონია? ადრე მაუწყებლის კოდექსის დარღვევისას მიმართვა შეიძლება მხოლოდ იმავე მაუწყებელში შექმნილი საბჭოსთვის. და ეხლა უკვე კომისია შეგიძლია მიმართო, რომელიც გააკონტროლებს რა. და თუ ვინმეზე ფეიკი თქვით, თუ ვინმეს ცილი დავწამეთ, ეხლა იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, შეუძლია წავიდეს და კომუნიკაციების კომისიაში იჩინოს. და ჩვენ ფეიკი არასოდეს არ გავიკეთებია მართლა. ანუ ჩვენ ეგ არც ერთი გაგებით არ გვეხება. ხო და ნუ იმათ ეხებათ. იმათ ეხებათ. რა თქმა უნდა, რომელს არ ეხება? კაი, ნუ გადავიდეთ სერიოზულ პოლიტიკოსებზე უკვე მაგრამ რა ხდება? ქართული პოლიტიკის პულსი. მართალია, ამით მე დაგვეწყო. კი ბატონო. ტრამპის მერე გეგელია. კი ბატონო. ერთი კალიბრია. დაახლოებით. მე მათ აფრთხილებ და ვეუბნებ და ესეთი გაფრთხილება ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. გეუბნებით და ყველა ჯერზე შემდეგ უკვე რაღაც ერთ და ორ თვეში თქვენ საკუთრ ხომ ხო იმას რასაც პოლიტიკოსები გაფრთხილებთ რომ მიატოვეთ ეს რეჟიმი. იმიტომ თუ ამ რეჟიმს არ დატოვებთ, თუ ეს რეჟიმი იზოლაციაში არ იქნება ბოლომდე, რაც მან საკუთარ თავს გამოუწერა თქვენმა შეყვებით პოლიტიკურ სამარხში. და მე აქ მივართავ მოსამართლეებს, მივართავ ძალოვანებს, მივართავ ყველა სხვადასხვა პროპაგანდისტს და სხვა. და ხო ჩავყევით კაცო უკვე. მაიცად ეს რა მაინტერესებს? კიდე მიმართვების დრო არის? არა, ეგ მიმართვების დრო, კაცო, აქციები ეხა ხო ბოლო, თორე 2014-დან არის ეგ მიმართვები, რომ მიშა ხო ამბობდა
პოლიციელების დედებს უნდა მივაკითხოთ და ეს ბოლო შანსი გაქვს ჩვენ მხარეს გადმოსვლის ყველას ვაფშე პროპაგანდისტებიდან დაწყებული ძალოვნებიდან რა უნდა წავიდეთ ბოლო შანსი გაქვთ რომ სწორ მხარეს ისტორიის სწორ მხარე ეგეთი ადგილი აქცენტი გადაგაქვთ მე მგონი თქვენ ძალიან მაგაზე ხო იცი რა ვთქვა ძალიან ბევრი ხალხი დაგროვდა ისტორიის არასწორ მხარეს არ გადმოყირავდეს თუ რა თუ სწორ მხარეს არასწორ მხარეს მე აფიცხო არასწორ მხარეს არის უკვე ბატონი გეგელის ამ მონუმენტურ ნათქვამს პერიფერულ ნაწილს განიხილავთ და არა ცენტრალურ. გეგელი. ეს არის გეგელი. რუსულად. გეგელი. კი ბატონო. კარგი აზრია. ამის ცენტრალური სათქმელი რეალურად იყო და მე ეგ მაინტერესებს. თქვენ უნდა გამახსენოთ, იმიტომ რომ მე კარგად იცით, რომ ესეთი არაფერს მომცემი ხალხის არც სახე მახსოვდება ხო ამის იმიტომ მახსოვს რომ ვიცნობდით. არც სახე მომცემდეს გაბოთქვები და. კარჩე ეს ამას ეგეთ რაღაცას დასაწყისში რომ მეო არაერთხელ გამიფრთხილები ხართო და ეგრე დამჯდარაო რა, ეგრე აქდომიათ ყველაფერი. რომელი ამისი რამე წინასწარმეტყველება გაფრთხილება დამჯდარა და ახტენილა. გეგელმა საუბარი მაგითი დაიწყო რომ მე ხო 1000 ჯერ გამიფრთხილები ხართ და მე ნახულობთო რომ აიო რას ვამბობდი სიმართლე. აი ჯო ვილსონზე რო თქვა რომ ეხლა ჯო ვილსონი სად არის? მოდი აი ჯო ვილსონი. ხო თქვა ხაზარაძე გაიმარჯვებსო გაიმარჯვა ხაზარაძე. ხო თქვა ჩვენ ეკონომიკას ხვალო ხო და ეს აუ ყველაფერი ახლა და სად არის ჯო ვილსონი? ჯო ვილსონი მე მგონი ეხა ახალ ტვიტს ამზადებს სადაც ამბობს რომ უკრაინაში დიქტატურაში ჩარიცხვა გაგვიანდა და X-ზე პრემიუმი გაუუქმდა და ეხა $47 ჯო ვილსონს რო ჩაურიცხო ფული დაბადების დღეს მოგივოცავს კი კაცო ისინი ხო აფრიკაში მაგას ამბობ ცეკვით ვესი წავიდა ოჯახთან ერთად სასრიალოდ რა დახვდნენ გზაში აქ რო ყვირია ვირიშვილები დაახლოებით ისეთები და დაუწყეს ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაცა სყვირილი რა ხო და ამერიკა ამას არ მოიწვევს სწორედ მაგას მოყვა აი ეს საპროტესტო თემების შეზღუდვა შენ ახლა როგორ ფიქრობ ჩვენ მართლა რეალურად ეს ხელისუფლება არის ძალიან ჰუმანური ამერიკაში ვიღაცა ამერიკის პრეზიდენტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და თანამდებობის პირებს ობსტრუქცია მოუწყოს იქ გადაუკეტოს უწრუპუნოს და აგინოს ამას მოიწმეს ამერიკა დედას უტიროს ამერიკა მაგის ჩიტია ხო რას ამბობ ვიჯო შანსი არ არის რა და სწორედ ამას მოყვა ეს გამკაცრება მე პროტესტების წინააღმდეგ მაგათი დედას მოკლავს ტრამპი ყველა აი გიორგი ბუტიკაშვილი იცი ეს ძალიან საინტერესო ადამიანი ვინა ვინა შორის არის ერთ-ერთი გავლენა მოდეს მე ყოლია არა ან ვაფშე პირველად ეს გიორგი ბუტიკაშვილი გაუშტაინა მე მგონი პირველად უკრაინის თავის სუვერენიტეტისთვის დამოუკიდებლობის გაფიცე ეს ვინა ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის რეჟიმმა გადასცა რუსეთს და პუტინს ჩვენს სახელმწიფო ამიტომ ჩვენი ბრძოლა სწორედ ამაში გამოიხატება პროდასავლური ძალების და თავდაცვის სალომესი ერთობლივად ერთიანად რომ ჩვენ ვართ ძალა ჩვენ ვართ ადამიანების გაერთიანება ჩვენ ვართ ქალაქების გაერთიანება იმ პროტესტით და იმ პროდასავლური ძალების ბიჭო იმას არ გავს ის ახალგაზრდა გიმლის გავს გიმლი რო არის ხო არა ერთი დვარფი იმაში ბიჭო იმედზე რო იყო რო სკაიტიპია იმედზე რო იყო რო უშვენ და ზურიუსი თუ ვიღაც იმას არ გავს გიმლის უფრო გავს კი მაგას არ გავს სკაიტიპია ბიჭო ზურიუსი ხო რა არის პოლიტიკაში არა წავიდა აქციებზე და პროფესიონალურ სლენაში გადავიდა პროფესიონალურ სლენაზე გადავიდა იდე კაი მაგას არ აგე ხარჯების მნიშვნელობა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გია ხუხაშვილის აზრი აბა ხუხსონვანდა აი სოფლიო დონის ექსპერტიზა ხუხსონვანდა ჩვენი დროის ნოსტრადამოსი ეს პოლიტიკური პარტიები რა ვქნათ ახლა სტუდიებში იჯდა და ხონჩით მევართვათ ძალაუფლება და მე ჩვენ გვასწავლონ ჭკუა ხელისუფლებაში რომ ვიყო რანაირად უნდა ამის გაკეთება ვერ გავიგე რა ბატონო და რა უნდა ქნა ბატონი აი ხო რომ ისმენდეს რომელიმე ერთი წამით გავაჩეროთ ბიჭო მე დღეს რატომღაც სო ასოციაციები მომდის ვინ ვის გავს და შინაარსს ვერ ორიენტირდები ეს ძივის გავს რაღაცა რუსი ალკოჰოლიკები რო საბრძოლო ხელოვნებას გასწავლიან ხო იცი ინტერნეტ ხრიკოლები რო არის ო აი მე კარი ეგ ძალიან მაგარი აქედან კი ბაივოის სამბო ამ ლაივ ჩართვის დროს ბიზნესმენშვილის ნაჩუქარ სახლიდან ერთობა რატო არა
რა პრობლემაა? მე არა მაქვს. მე უბრალოდ ვიცი რა მოუწყეს ამას, როგორი ცხოვრება მოუწყეს ამას მის ოჯახს, ცოლი როგორ გადაურჩინა, სიკვდილს, სახლი როგორ გაუწყო, სახლი კი არ ვიცი, ყველაფერი გაუწყო. ფარდის სპილკებით კი ის ჟოფრე? ვინ? ჟოფრე. ზურაბა? კოჭი ზურაბა არ არის. გაუსწორეს ფეხი, გადაურჩინეს, ხო, აღარ არის, ძალიან კარგი. რომ არ არის მაგის ბრალია, რომ მოკლედ უმადურობას საზღვარი არ აქვს, მეგობრებო და არის ძალიან ცუდი რამ რა. მე ხო კითხე ზურაბას კაცო. კი, მახსოვს. მე რა პრობლემაა? ოპარაკაცია, იშვიათი. ჯიშის არაკაცია. სიცოცხლე. და ვაფშე არაფერი მეთქი, არაფერი გრამი, დეცი არ გაგმეთქი არაფერი და მეორე სამშობლო უფრო მიყვარსო. ადამიანის სიცოცხლეს რო გაჩუქებს. კი. სამშობლო არა, USAID. USAID არის მის სამშობლო. ანა ნაცრიშვილი. ისე სხვა შორის ეგენი ისეთი მოწამლული ხალხია, რომ მართლა პრობლემები არიან. ანა ნაცრიშვილი. ჩვენი გეგმა არის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა ამ ჯარიმის გაუქმება. უფრო მეტიც ლელოს გამოცანა. დავაი, ეგ არის. ეს გეგმა არ არის. სერიოზული, მანამდე ხო გეგმა ქონდა რომ დავანჭრიოთო. ანუ გეგმა რა, ეს გეგმა რა ნაირად უნდა მოუგუდოთ და ისო რა ქვია. შევაწუხოთ ხელისუფლებას. ანუ რა არის, ეუბნება იმათ. გახსოვს ერთხელ იყო ეს ცოტა ხნის წინ რომ თქვენო აიკიდეთო და ჩვენო გადაგიხდითო, გახსოვს? კაცო, მიშას სასამართლოებზე იყო. ხო, რაღაცა მახსოვს. მიშას სასამართლოებზე იყო რომ ეჩხუბეთო, პოლიციას დაპირისპირებაში შედითო და ჩვენ როგორც კი მოვალთო, ეგრევე ვისაც დაგიჭენ, გამოგიყვანთო და ვისაც ჯარიმას დაგაკისრებენ, იმ ჯარიმას გაგიუქმებთო. მიშას პირველი სასამართლო რო იყო და იქ რო ძიძგილაობები წავიდა, მაშინდელი ამბავია. და ვისაც რამეო? ეკაკვესიტაძე. ძალიან ძიმე სანახაობა, მართლა ცუდად გავხდი. კი, ძალიან ძიმე სანახაობა ხარ ნაუდი. უბრალოდ ასეთი შოკის მომგვრელი არავის არ გვინახავს. და ეს ანუ აქ შეიძლებოდა თუ არა ამისი შერბილება რომ მას ყოლოდა წაყვანილი თარჯიმანი და შეიძლება თარჯიმის შემთხვევაში ეს ყველაფერი შერბილებული ყოფილიყო, მაგრამ არც არ ცვლით, ამიტომ არსზე ლაპარაკს უნდა დაუბრუნდეთ და კიდე სანამ ამ არსზე გადავალ, მინდა ერთი რამ თქვა, რომ დღეს BBC რადიოზე უსმენ ძალიან საინტერესო მოსახლეობა. ეს სამ გააჩერეთ. BBC რადიოს უსმენ შალვა და Channel 4-ზე შენ აგდა დაცინი რა. შენ უსმენ არ დაიდაო. ნუ აი პროსტა BBC რადიოზე მოისმინა და მიდი და გააკრიტიკე. და Daily South-ზე ნიუ-იორკერის გაზეთს კითხულობ, ჩამოსდის პოსტით ნიუ-იორკში. არა ეს კვაერი. და რა ყავს სავს? MacBook-ით მუშაობს Starbucks-ის ყავახელში. Starbucks-ში co-working space-ია გაკეთებული. კი, არა, და BBC რადიოში მოსმენილს შალვა ვერ გააკრიტიკე. კომპეტენცია ხო უნდა მაგას. BBC რადიოს ინტერნეტში უსმენდა, ალბათ ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტალღებზე ხო არ არის BBC რადიო. ამას აქვს ლონდონიდან ჩამოტანილი რადიო ზმაო. ლონდონიდან ჩარტავ თუ არა BBC-ს რადიოს. ლონდონიდან გამოჩემული კაბელი აქვს. არა, ეს უკავშირდება კოსმოსს რაღაცა მოწყობილობა. იქიდან მე მგონი ზეგინდელ ამბებს უსმენს ეს. ეგეთი ხო არსებობს? ანუ რითი იმარიაჟა ხვდებით ბიჭო. ფანტასტიკური ამბავი. რითი იმარიაჟა, რომ ანუ მე სხვა დონის ინტელექტუალი ვარ, რა BBC-ს. აი მაგალითად, BBC-ს news უსმენი ან რაღაცა BBC-ზე წავიკითხე ამ ტელევიზორში. რადიო. BBC რადიო. აი, მაშინ და სხვათა შორის რეფერენსად მიუთით, აი ხო ვინ ბოკერია რომ მოდავებოდა რომ ეგ BBC-ზე კი არ იყო, BBC რადიოზე იყო, BBC თუსო იყო. ხას გეტყვი რა. BBC რადიო რატო თქვა? BBC radio რატო არ თქვა? გადმოაქართულა ეხლა რა გჭირს რა. ბიჭო, შენ ეხლა თუ პლექსისთვის გადმოაქართულა რა. Radio. Radio გაგა. ხო და მე ორი ვარიანტი, ანი მარია ჯან, იმდენად გამართული აქვს რეფერენსები, რომ ვინმე რო არ მოდავებოდა, რომ ეგ ბიჭო BBC-ზე კი არ იყო, BBC რადიოზე იყო. მაგით თავი დაიზღვია, რომ იმდენად ამის ხარო, იმდენად ყველაფერი გადამოწმებულია. ეს აი თავისი sales business და scramble და ხელში გაზეთი და მაგდროს მარტო უსვენს თუ შოთა უტიაშვილთან ერთად კონტინენტური საუზმი აქვს.
გადაგეცილი ლობიანი ჯაწობილი ხავაში. დახუნის მივოდა. არა, ლობიაში რო გათმის სავაძდებენ ყოიცი. პიტის ჩაიში. ესე. ოკაი. არ მოდი, ეგ არის ჩვენიერი ქალაქიდან. ქვეყნის ჩვენიერი ქალაქიდან, სადაც ლანჩიტიციან. სამხარით და ყველაფერი რა და იქ ხაური საჭმელი ექნება. ჭიათურიდან არის ეკა და იქნება უმშვენიერესი ლანჩი კარგი ექნება და საჭმელი ისია ჭიათურაში ჩემმა ჭიათურა მაზმები ჩემი ჭიათურა არა მაგრამ მე მაინც გონია BBC რადიოს რამდენი ადამიანი უსმენს საქართველოში კარტოფი ერთი ეგ ბენედიქტი და ტოსტის პური და სატაცური მობრაწოლი აუცილებელი არის რომ შოთამ მიერთვას ხოლმე მე სხვა შორის რადიოს ახლები მე სხვა შორის დღეს ეს პატარა ერთად გეტყვი ალნუსრას რადიოს პური როგორ არის ჩვენ პური შენ და მე აზრს კი არ მივაქციეთ ყურადღებას აზრს ბიჭო რამე შოვა შალვა BBC რადიოზე მოსმენელს არენდობი თუ რა არა მე სხვანაირად გეტყვი ყურე რა მნიშვნელობა აქვს აზრს რომელსაც ჩვენ პლექსი რომელიც BBC რადიოს არ უსმენს ვერ ჩაცვლება იმიტომ რომ ეს თავის ინტელექტუალურ რეცეპტორებს ავსებს BBC-ს რადიოზე მოსმენელი ახალი ამბები მაშინ ჩვენ რას უსმენთ არასოდეს აღარ გავუშვათ რა თქმა უნდა ჯერ რადიო დაითრია BBC რადიოზე რომ უკრავდეს და ჯერ ინფორმაცია მიიღე BBC-ს რადიოზე არ ვიცი ენა და როგორ მივიღე გადათა რომ რუსული ბილიანი ეკნებათ მაგათ კარგად ზანდებოდი კარგად ზანდებოდი